თქვენ იცით, რომ ზუგდიდის მერი, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატი იყო, არჩევნებიდან დაახლოებით 1 წელიწადში ჯერ კორუფციულ სკანდალში გაეხვა, შემდეგ თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით კი დააკავეს. იმის გამო, რომ ქალაქს მერი არ ჰყავს, ზუგდიდში შუალედური არჩევნები დაინიშნა და ამ არჩევნებში გამარჯვება არც მეტი, არც ნაკლები გაქცეული ექს-პრეზიდენტის მეუღლეს სურს. სანდრა რულოს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური წარსული უხერხულობა სულაც არ უქმნის. ჩვენ საუბრობთ იმ ქალაქზე, სადაც ამორჩეველს ყოფილი პრეზიდენტისგან და მისი მეუღლისგან განსხვავებით პოლიტიკური ამნეზია არ აქვს. თხოვ ზუგდიდელებს, რომ მერობის კანდიდატები კარგად შეადარონ და ნახონ, ვის რა აქვს გაკეთებული, წარსული დაივიწყო. ვინ რა რეპუტაცია აქვს, ჩემი წარსული ნამდვილად არ დაავიწყო. თქვენი მეუღლის მმართველობის პერიოდში არსებული. ჩემი მეუღლე ხო არ გახდება რა ზუგდიდის მერი. მადლობა. ქართულ მართლმსაჯულებას, საქართველოს მოქალაქეობას და ქვეყნიდანაც გაქცეული ექს-პრეზიდენტის სააკაშვილის ამბიცია, რომ ზუგდიდის მერობა არ არის, ეს ცხადია. მისი გეგმები უფრო მასშტაბური, თუმცა უპერსპექტივოა. ისიც აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს ზუგდიდსა და სამეგრელოს ვერც სანდრა რულოვსი ავიწყებს. ციხეებში ხალხს ხოცავ. გეგუთის ციხეში, გეგუთში, ახალგაზრდები რომ ჩამოახჭეს. ეგ ვინ გააკეთა? თქვენმა ხელისუფლებამ გააკეთა. მისი მეუღლის პარტიის ნაციონალური მოძრაობის წარსულმა სანდრა რულოვს პრობლემები საჯაროდ ხალხში პირველივე გამოჩენისას შეუქმნა. მას ვინც ექს-პრეზიდენტის მეუღლეს წარსულიდან არასასიამოვნო მძიმე ფაქტებს ახსენებს, აზრის გამოხატვას ამ ფორმით უშლიან. კურდი ხარ და ყაჩაკი ხარ. აქ გავიზარდი, აგე მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. სანდრაც ზუსტად ჩემს სადარბაზოში იყო შემოსული. არა და გიორგი გოგონავა ნაციონალური პოლიტიკის რეჟიმის საკუთარ თავზე გამოსცდა და ახლა კი ფიქრობს, რომ მოძალადეების უკან დაბრუნება დაუშვებელია. თითქმის ყველა პატიმარს ცემდნენ, აწამებდნენ, ღირსებას ულახავდნენ. საკუთარი თვალით ნახე, გამოვიარე. ამ ახალგაზრდასთან შეხვედრის სანდრა რულოვსისთვის უსიამოვნო დეტალი გააქრეს და მის Facebook გვერდზე, როგორც შვეოდათ და შვევიათ მხოლოდ შეხვედრის მათთვის მისაღები ნაწილი ატვირთეს. უსიამოვნო შემთხვევებს რომ გაექცეს სააკაშვილის მეუღლე საკუთარი კამერებით დადის. შეხვედრების დრო და ადგილი კი მკაცრად გასაედუმლოებულია. გამარჯობათ. ალამაზ თვალები გაქვთ. რატო არ გვიშვებთ უკაცრავად? რატო არ გვიშვებთ? თუ გაუმართლად და რულოვს მაინც მიაგნეს, ჟურნალისტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ და კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მისაღებად მათ გარეთ ლოდინი უწევთ. 19 მაისს ზუგდიდში ჩვენ დავიწყებთ ბოროტების დამარცხებას. ბოროტების დამარცხება ზუგდიდელებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხპირდება. მიხეილ სააკაშვილის, რომლის რჩევითაც ძალადობრივი რეჟიმის ფონზე მეგრელების გულის მოსაგებად სანდრა რულოვსი ხანმეგრულად საუბრობდა. მანგარო მიორს სამარგალო. ხანაც მეგრულად მღეროდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 100,000-ობით ლარი უჯდებოდა. მე შეიძლება რომ სანდრა ეს მე ვარ. სანდრა რულოვსი იმ რეჟიმის პირველი ლედი იყო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სამეგრელოს ზემოსვანეთის რეგიონიდან ქრებოდნენ ადამიანები. მათი ოჯახები კი უზოუკლო დაკარგულებს წლები ეძებდნენ. მას შემდეგ რაც გაიგებდნენ, რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ, სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას უშედეგოდ ელოდნენ. სასაფლაოც არ შეგიძლია რომ მოხვიდე და დაიკირო მამა. მამა, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ მომიკლეს 2008 წლის აგვისტოს თვეში. ჯალათმა ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემსხვერპლა ჯალათ ხელისუფლებას. ქრისტი კარდავა კუდის მაღალჩინოსნის მიერ 2008 წლის აგვისტოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულ მამას ახლა ბიძის საფლავზე გლოვობს. მამის საფლავი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ როგორც სასამართლომ დაადასტურა რეჟიმის მსახურმა რომან შამათავამ თავში საკონტროლო გასროლით მოკლულ დაზვერის ოფიცრის სხედარს ბეტონის ფილა მოაბა და შავ ზღვაში ჩაძირა. როგორ გაიყვანა თემო ოჯახის ზუგდიდელებთან ერთად სიმართლის დადგენას და დამნაშავეების დასჯას წლების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. მათ სამართალს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიაღწიეს. სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსანს რომან შამათავას 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გონია რომ დაავიწყდათ რაღაცა ნაწილს კატეგორია ხალხისა,
თუ რა ეტაპი გამოვიარეთ ჩვენ. ეს არ არის მარტო ჩემი ტკივილი და მარტო ცინდელიანების ტკივილი. მე ესე ვფიქრობ. ეს არის სრულიად ზუგდიდის და საქართველოს ტკივილი. 2008 წლის 16 აგვისტოს აიყვანეს და 17 აგვისტოს გამთენიისას დახვრიტეს. დიდი ფილები გამოაბეს წინასწარმომზადებული გამოაბაშა მათავამ და ზღვაში ჩაძირა. ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადა ჩემი ჭკვიანი ნასწავლი, წესიერი, უწესიერი, უდანაშაულო ჩემი დათო. სამართალს წლების განმავლობაში ეძებდა ცინდელიანების ოჯახიც. დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი დავით ცინდელიანი განსხვავებული აზრის გამო დასაჯეს. რეინჯერის მკვლელობისათვის კუდის მაღალჩინოსანი რომა შამათავაა გასამართლებული. დედაშვილს სიმბოლურ საფლავზე გლოვობს. დათოს უთქვია, თქვენო კოდორი თოფის გაუსროლელად ჩააბარეთო. ბავშვებზე, მოხუცებზე და ქალებზე უფრო ადრე თქვენ გამოხედითო და ახლა მაინც რატო არ ზრუნავთ ამათ პირობების შექმნაზეო. ახლა სააკაშვილი როგორ უნდა ცდილობდეს ხელისუფლებაში დაბრუნებას. როგორ უნდა ცდილობდეს ტელევიზიითაც როგორ უნდა გამოჩნდეს. ამდენი ჩემსავით ატირებული დედაზის მაშინ ტელევიზორთან. იცით ვინ იყო ბატა ქარდავა? უნდა დავასრულოთ. დავით ცინდელიანი იცით ვინ იყო? პირადი ჩემი პასუხისგებლობა, რაც მაშინ იყო როგორც პირველი. ესახელი და გვარები. იყო ჯანდაცვის სფერო და ამით ვიხავი დღე-დაღამით დაკავებული. ცინდელიანებისა და ქარდავების ტრაგედიის გარდა იყო ნაციონალური რეჟიმის მიერ დადგმული ხურჩის ტერაქტიც, სადაც ადამიანები დაშავდნენ. ასევე იყო სამეგრელოს სამალავები, საიდანაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კასრები ამოიღეს. კასრებიდან კი იარაღი, დასასჯელი ადამიანების სია, კასეტები, მეხსიერების ბარათები, რომლებზეც ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო მასალა აღმოჩნდა ჩაწერილი. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. სანდრალულსმა ერთხელ უკვე სცადა ზუგდიდელების გულის მოგება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა მეორე ტურს საკუთარი სურვილით გამოითიშა. არც პარტიული სიით პარლამენტში შესვლა ისურვა. ახლა ზუგდიდელთა გულის მოგებას ისევ ცდილობს და ნაციონალური რეჟიმისა და მისი მეუღლის მმართველობის პირობებში ჩადენილი დანაშაულები უხერხულობას არ უქმნის. მე ვფიქრობ, რომ მისი პრეზიდენტობის ორი ვადის პრეზიდენტობის პერიოდი იყო ძალიან საამახო.